თბილისის საკრებულოში დღეს დედაქალაქის ბიუჯეტი უნდა დაამტკიცდეს. პარალელურად დედაქალაქის მერი კახაკალიძე ამ წუთებში მერის მიერ 2024 წელს განხორციელებულ პროექტებს აჯამებს. ხდომას ბოიკოტს უცხადებს საკრებულოს ოპოზიცია და ისინი ხდომას არ ესწრებიან. თამარ ნადარეიშვილი შემოგვერთება დეტალებით ახლა ღია ეთერში. თამარ, გისმენთ. დედაქალაქის მერმა კახაკალიძემ საკრებულოს დღევანდელ ხდომაზე 2024 წელს განხორციელებული პროექტების შეჯამების დაწყებამდე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა. მისი განცხადებით ის, რაც ქვეყანაში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ხდება, ეს არის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, რომელიც დიდი ხნით ადრე არის დაგეგმილი და განსაკუთრებით გააქტიურდა უკრაინაში მიმდინარე მოვლენების განვითარების შემდგომ. მისი თქმით, ის რადიკალური დაჯგუფებები, რომლებიც პარლამენტის წინ დგანან და რომელთა შორის არიან როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და რომელთა ლიდერადაც სალომე ზურაბიშვილი არის დანიშნული, ისინი თავს ესხმიან იმ მოქალაქეებს, რომლებსაც სურთ მშვიდობა და განვითარება. მისი შეფასებით ეს არის ლიბერალური ფაშიზმი და ისინი არ დაუშვებენ ომს და არეულობას. ასევე კახაკალიძემ მადლობა გადაუხადა იმ მოქალაქეების ნაწილს, რომლებმაც ქართულ ოცნებას დაუჭირა არჩევნებში მხარი და აღნიშნა, რომ სახელმწიფოს არ უთქვამს უარი ევროინტეგრაციაზე და ამ მიმართულებით ისინი ნაბიჯ დგამენ. კახაკალიძე ასევე ევთო უდირის დასკვნასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დადებითად იქნა საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობა შეფასებული, იყო მცირედი შენიშვნები, რომელთა დაკავშირებითაც მოხდება გამოსწორება. რაც შეეხება უშუალოდ დედაქალაქის მერის მიერ 2024 წელს განხორციელებულ პროექტებს, ეს საკმაოდ მრავალფეროვანი და დიდი ჩამონათვალია. მერმა ისაუბრა ასევე 41-18 მეტრიანი ავტობუსების შეძენაზე, ასევე წერეთლისა და უნივერსიტეტის ქუჩების რეაბილიტაციაზე, ის რომ არის გაზრდილი იმ ბაღების ჩამონათვალი, რომელიც აშენდა, ასევე გაიზარდა საზაფხულო ბაღების მასშტაბები და წელს 18,000-მა ბავშვმა ისარგებლა საზაფხულო ბაღებით. ასევე მან აღნიშნა, რომ პროფესიული გადამზადება 2,000-ზე მეტმა ადამიანმა გაიარა, დაახლოებით 300,000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით მერიის დახმარება. კარგად ორგანიზებული რადიკალური ჯგუფები, ექსტრემისტული ორგანიზაციები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ოპოზიციური პარტიები, რომელთა ლიდერად გარე ძალებმა დანიშნა სალომე ზურაბიშვილი. ზიზღით, აგრესიით, ბულინგით ესხმიან თავს ყველას, ვისაც უნდა მშვიდობა, ქვეყნის განვითარება და მისი ევროპული მომავალი. აბულინგებენ ყველას, მეწარმეებს, ხელოვანებს, სპორტსმენებს, მეცნიერებს, სტუდენტებს, ბებია-ბაბუებს, სკოლებში უვარდებიან მცირეწლოვან ბავშვებს. სიძულვილის კამპანია განსხვავებული აზრის სრული მიუღებლობა, რევოლუციური სცენარის ჩვეულებრივი ნაწილია. ეს არის, მეგობრებო, ლიბერალური ფაშიზმი. და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქვეყანაში ფაშიზმი დავასრულოთ. სხვილ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებს წარმოგიდგენთ. ეს არის თბილისში, დიდუბის რაიონში, წერეთლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები. იცით, რომ აღნიშნული გამზირი მთლიანად განახლებული იქნა. ყველაფერი ფუნდამენტურად გაკეთდა, დაწყებული მიწისქვეშა კომუნიკაციებით, მთლიანად გალამაზებით. უნივერსიტეტის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები, აქაც რა თქმა უნდა, ფუნდამენტური სამუშაოები იქნა განხორციელებული. ვაკის რაიონში თამარაშვილის გამზირისა და ჭაბუ ამერჯიბის დაკეცილის კვეთაზე სატრანსპორტო ახალი კვანძის მოწყობის სამუშაოები. ვაკის რაიონში ბაგების დასახლებაში წყნეთის დაკეთილი სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაში იყო. განსაკუთრებით მიწისქვეშა კომუნიკაციები. უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დამაკავშირებელი ახალი გადასასვლელი საავტომობილო ხიდი მოეწყო. თბილისში სამგორის რაიონში გახუგდის ქუჩის რეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყეთ, მიმდინარე პროექტია. თბილისში სამგორის რაიონში ბურჯანაძის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ესეც მიმდინარე პროექტია. თბილისში უნივერსიტეტის ქუჩისა და ქავთარაძის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი საავტომობილო გზის მოწყობის სამუშაოები, გვირაბი გაკეთდება, აქაც სამუშაოები მიმდინარეობს და მომავალ წელს დამთავრებული იქნება. საკრებულოს დღევანდელ ხდომას ბოიკოტს უცხადებს და არ ესწრება საკრებულოს არც ერთი ოპოზიციური ფრაქციის წარმომადგენელი, როგორც მათ განაცხადეს, ისინი ამ ფარში მონაწილეობის მიღებას არ აპირებენ და მათ არ უჩნდებათ კითხვები იმ რეჟიმის მიმართ, რომელთა წარმომადგენლებმაც პარლამენტის წინ ადამიანები დაასახიჭრეს. ამ განცხადებებს ოპოზიციის მხრიდან უპასუხეს უმრავლესობაშიც, როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ აღნიშნა, წლებია დღის წესრიგი აქვს ბოიკოტის მიმართულებით
ოპოზიციაც და მათ ბოლო 8 წლის განმავლობაში არც ერთი ბიუჯეტისთვის არ დააუჭერიათ მხარი და არც ერთ ქალაქისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობა არ მიუღიათ. როგორც უკვე იცით, გახარია საქართველოსთვის გუნდის წევრები 2024 წლის ივნისიდან ეგრეთ წოდებული რუსული კანონის დამტკიცების შედეგად ვართ ბოიკოტის რეჟიმში. არც ერთი დემოკრატიული ქვეყანა არ აღიარებს არალეგიტიმურ პარლამენტსა და მთავრობას. ჩვენი ქვეყნის მრავალი წლის პარტნიორი სახელმწიფოების მხრიდან დაწესდა პერსონალური სანქციები იმ ინდივიდების მიმართ, ვინც არ ღვევს კონსტიტუციას. ასეთ ვითარებაში ჩვენ ცხადია არ დავესწრებით საკრებულოს დღევანდელ სხდომას. ამ წლის განმავლობაში ჩვენ ნახეთ, რომ მოხდა იპოდრომის გასხვისება და იქ ურბანული გენოციდისათვის მწვანე შუქის ანთება, მოხდა ლაგუნავერეს ადგილას უმძიმესი დანაშაულისთვის მწვანე შუქის მიცემა და უამრავი დანაშაული მთელი ქალაქის მასშტაბით. ეს არის კორუფცია, ეს არის დანაშაულებრივი გულგრილობა და ეს არის ხელისუფლების მხოლოდ და მხოლოდ პერსონალური გამდიდრებისათვის გამოყენება. ეს არის ის, რითაც თბილისელებმა მიიღეს ზიანი ამ წლის განმავლობაში კახი კალაძისგან და თბილისის მერიისგან შესაბამისად ის კითხვები რომლებიც არსებობს აუცილებლად დაისმება და ეს კითხვები დაისმება საგამოძიებო ორგანოების მიერ მას შემდეგ რაც მოხდება ხელისუფლების ცვლილება. ჩვენ ავიღეთ პასუხისგებლობა და ჩვენ ვიხარია რომ ამ პროცესის მონაწილეები ვართ. ამის შანსი ჰქონდათ ასევე ოპოზიციურ კოლეგებს, მაგრამ წელს კი არა 8 წლის განმავლობაში არც ერთი ბიუჯეტისთვის მათ არასდროს მხარი არ დაუჭერეთ. არც ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების დროს მათ არ აუღიათ პასუხისგებლობა. რა თქმა უნდა, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ არის მათი პოლიტიკური დღესასრიგი და ისინი კვლავ აგრძელებენ ბოიკოტის რეჟიმში ყოფნას. ამ წუთებში დედაქალაქის ბიუჯეტის პროექტს ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე წარადგენს. 2025 წლის დედაქალაქის ბიუჯეტი 2 მილიარდ 455 მილიონ ლარს შეადგენს და ის 200 მილიონით მეტია ვიდრე მიმდინარე წლის ბიუჯეტი. ბიუჯეტის პროექტის წარდგენის შემდგომ კი ის კენჭისყრაზე დადგება. მადლობ თამარ ნადარეიშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში.